მე ყველა არ მithქვამს, რომ საინტერესო სტუმარი გველოდება მეთქი, ქალბატონი ირინე აღაპიშვილი, რომელიც ძალიან საინტერესო რჩევებს მოგცემს ახალ წელთან დაკავშირებით და ზოგადად 2026 წელს როგორ შევხვდეთ, როგორ გავიაროთ, რას ველოდეთ და რაღაცა საინტერესო რაღაცებიც მოგვიტანე პირველ რიგში მოგესალმებით. გამარჯობა, დილამშვიდობისა, როგორ ხართ? კარგად ვართ, ძალიან. თან ძალიან გამეხართ, როცა გინახე. ძალიან კარგია, მეც მიხარია. როგორ ხართ, როგორი განწყობით, როგორი შემართებით? კარგად, ვემზადებით უკვე, რა თქმა უნდა, ახალი წლისთვის, იმიტომ რომ განწყობა თავისით არ მოდის, ჩვენ უნდა შევქნათ ისევ და ისევ და ძალიან გამიხარდება თუ კაი განწყობაზე ვიქნებით, ყველა კაი ხასიათზე, კაი ამბებზე ვისაუბრებთ და 2026 ძალიან გული დასულით მინდა და ყველაფრის კარგის მომტანი იყოს თითოეულ ოჯახში, ქვეყანაში და გულში. აი ესეთი შემართებით ვარ დღეს მოსული და იმედია რომ გაგიზიარებ ამ ყველაფერს და დამუხტული იქნები და სხვებსაც თქვენ გაუზიარებთ. აუცილებლად, ესე იგი, სურვილების წელი მოდის, ამბავი მოდის და სწორედ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯები, რომ ეს ჩვენი სურვილები აგვისრულდეს, დავგეგმოთ მართალი ხარ 2026 წელს და გისმენთ გულმოდგინეთ. ნამდვილად ესეა, ცეცხლის ელემენტის წელი მოდის, 2026 წელი არის ცეცხლის ცხენის წელი და ეს არის როგორი წყინვალე ცეცხლი, იცით, რომ აი თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი, ვისთვისაც მარტო კარგის მომტანი იქნება, ეს ცოტა ესეთი ინტრიგა გამომდის 2026-ზე. ცოტა, კი, იმიტომ რომ მარტივი წელი არ გველოდება, მაგრამ თქვენი მიდგომა ემოციებს, ამბებს, სიახლეებს დატრიალდება ერთი ამბავი, ბევრ რაღაცას გავიგებთ, მაგრამ ჩემი მიდგომა თქვენ იცით, რომ 99% მაინც იმაზე არის დამოკიდებული, ჩვენ რას გავაკეთებთ, რა გსურს, რა შემართებით შევხვდებით ამ ცხენს თუ ნებისმიერ სხვა ელემენტს, ამიტომ მინდა გითხრათ, რომ მეც შეგპირდით რაღაცა, ცოტა მე მგონი შარშან თუ რაღაცა არ მახსოვს, მაგრამ გითხარით, რომ ერთი სურვილი მაქვს, რომლის ასრულება ძალიან მინდა, მაგრამ ამ სურვილს უნდოდა მუშაობა. და გავაკეთე ხალხო, იმიტომ რომ დღეს მინდა გაგაცნოთ ეს არის ჩემი სურვილი, ასე გამოიხატება, პატარა გვეჩვენება, მაგრამ რეალურად დიდია და ეხლა ერთად გავხსნით და სანამ გავხსნით, მინდა ვთქვა რა არის ეს. ეს არის ჩვენი 2026 წლის პრაქტიკულად გზამკვლელი და გიდი. თუ იმისა, თუ როგორ მივახციოთ სურვილს, მიზანს უფრო სწორად და ავისრულოთ ჩვენი სურვილები. ეს არის ჩემი საავტორო, ცოტა არა ისე გამონდა, მაგრამ მართლა ესეა საავტორო ტექნიკა სურვილების ასრულების. ქვია ამას გასეირნებების, წარმატებების გასეირნებები და რატომ? იმიტომ რომ ეს რეალურად რუკა, რომელიც შედგება სამი ელემენტისგან, ერთი არის ცოტა ინფორმაციული და რა ხდება, აქ უნდა წავიკითხოთ და რეალურად თქვენთან ერთად მინდა გავხსნა ახლა თუ რა არის ეს. მართლა რუკა, ჯადოსნური რაღაცა გავაკეთე, ინსტრუმენტი, აი სტამბიდან არის, ნახე როგორ ტკიცინებს მიყვარს, ძალიან ახალი წიგნივით რო იშლება. აი ესეთი რაღაცა არის, რეალურად რუკა და დავიჭიროთ ერთად, აი ესეთი ლამაზია. გავს ხო ცოტა, უბრალოდ აი მთა არის და მთაზე ასასვლელი გზა. სახალისოც არის, მარტივიც არ არის, ბევრი რაღაცა დახვდება წინ, მაგრამ შედგება 18 აქტივაციისგან. აქტივაცია აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის გასეირნება. და გასეირნების დროს უკვე სამი ელემენტი ირთვება ამ ამბავში, ანუ რა ამბავში? სურვილის ასრულების ტექნიკაში. ჩვენზე, ანუ პირველი რას ვფიქრობთ, რა გვინდა უნდა ჩამოვყალიბდეთ აუცილებლად, ეგ პრაქტიკულად ძალიან კრეატიული და ძალიან ინსტრუმენტალური საჩუქარი არის ახალი წლისთვის, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გვაქვს რაღაცა გეგმები 2026-ზე. სურვილები, მიზნები თუ ნებისმიერი სხვა გეგმა არის, პრაქტიკულად ბიზნეს გეგმა უბრალოდ ზეციური ენერგიები გვეხმარება და რატომ არა, როცა შეგვიძლია ცოტა მარტივად მივახციოთ სასურველს. ცოტა შევაშველოთ. აბა რა, და გავაგრძელებ, რომ აი ეს რუკა შედგება 18 აქტივაციისგან, ანუ 18 გასეირნება გვაქვს წლის განმავლობაში თვეების მიხედვით. და მთავარი რა, მთავარი გაშიფრვა არის მეორე მხარეს. აქ არის მოყვანილი ზუსტად ის თარიღები, მიმართულება და დრო, 2 საათიანი შუალედი გვაქვს აღებული. დავჯექი
გულით და სულით ჩავდე ჩემი ცოდნა და გამოცდილება და გამოვთვალე უნივერსალური თარიღები და დრო, რომ ყველასთვის იყოს ხელსაყრელი და კარგის მომტანი. და კონკრეტულ თარიღში მაგალითად 5 იანვარს 2-დან 4-მდე თბილისის დროით, ან მეორე ვარიაცია მაგაკეთებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, ირინა, საქართველოში თუ არ ვარ, რა გავაკეთო, როგორ მივხვდე ეგ რომელი საათია. მაშინ უნივერსალურიც მიწერია და ის დრო გვაინტერესებს, რომელიც არის საათზე. იმის და მიუხედავად თუ რომელ ქვეყანაში არსებობს ის ადამიანი. უყურე, აი ეს წერია მაგალითად გასეირნება მწვანე დრაკონი. თარიღი 7 იანვარი, მიმართულება სამხრეთით, დრო თქვენ საათზე ნუს დრო არის დაწერილი, თბილისის საათის დრო. ეფექტი, პირადი ცხოვრება, ოჯახი, სასიამოვნო ნაცნობები, კეთილშობილი ადამიანები, ქმედებას მოაქვს სარგებელი სიმდიდრე. აი გასაგებია, ეს არის პირველი, ხო? ეს არის პირველი. უთხრათ ჩვენ. ეს არის პირველი. ამ დროს თქვა. ამ დროს აი ეს პირველი არის და კიდე რაღაცა გავაკეთე, სანამ ავხსნი იმას, მინდა გითხრათ, რომ გვეზარება ხოლმე, ზარმაცები ვართ ყველა, მაგრამ გვინდა სურვილების ასრულები და გავაკეთე ეგეთი რაღაცა. ეს არის სტიკერები, კი ბატონო, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი ეფექტი. აი არ დამეზარა, რა კარგი გოგო ვარ, ავდექი, გავაკეთე, დავწერე, დავრეკე, გავედი სასეირნოდ, იმიტომ რომ იმ გასეირნების დროსაც მე შემიძლია ქმედება გავაკეთო, რომელიც მეხმარება მე ჩემი მიზნის მისაღწევად. ზარი იქნება, წერილის გაშვება იქნება, ფიქრი იქნება, შემიძლია სადღაცა ჩამოვჭდე და ჩამოვწერო ნებისმიერი, რაც მე მეხმარება იმაში, რომ ის დიდი სპილო, ასე თქვა შევჭამო და დიდი სპილო თუ ვერა, დაჭრებათ უნდა დავჭრეთ, რაც აქ მაქვს მოყვანილი და შესაბამისად ასე მოვერიო. ვიღებთ ამ ერთ სტიკერს, რომ ჩავამთავრებ და გავაკეთებ და სახში მოვბრუნდებით და ვასტიკერებთ ამას, რომ დავაფიქსირო. უფრო კარგად უთხრა. მაგალითად, პირველ რიგში გათენდა 7 იანვარი დადგა. პირველი ხო გვაქვს 7 იანვარს, რომელიც წავიკითხეთ მეორე მხარეს. 7 იანვარს მოცემულ დროს, რა იყო დრო, ზეპირად არ მახსოვს, რაც არის. 13 საათი თუ რაღაც. კი ბატონო, თქვათ 1-დან 3-მდე, ან 2-დან 4-მდე ჩვენ გვაქვს მიმართულება და ვიცით, რომ ამ მიმართულებით ჩვენ უნდა გავიდეთ სასეირნოდ. ვიფიქროთ, სურვილები წამოვიდეს. ვიფიქროთ აუცილებლად, მოვახდინოთ ვიზუალიზაცია, ეგ უკვე ადამიანზე არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ზოგი უფრო ვიზიონერი არის, ანუ თვალით უნდა დაინახოს და ვიღაცამ უნდა გაიგოს. ორივე მიმართულებით მუშაობს ეს ენერგია. წარმოვიდგინოთ, რომ ესე ამ დროს გავიდეთ, წარმოვიდგინოთ ლამბორჯინი. წარმოვიდგინოთ ლამბორჯინი, ბოინგი, როგორ მივდივართ აეროპორტში ჩვენი ბოინგზე უნდა ავიდეთ. ზუსტად ეს ყველაფერი უნდა წარმოვიდგინოთ და იქ როლში უნდა შევიდეთ ეს. როლში უნდა შევიდეთ კიდევაც და მანამდე აუცილებლად დაწერი, რეალურად უნდა ვიცოდეთ რა გვინდა. ადამიანი, რომელიც არ იცის რა უნდა და რეალურად 2026-ის თავზე რისი მიღწევა სურს, ეს ვერაფერში ვერ დაეხმარება. თუმცა მაინც დაეხმარება, მაგრამ მანამდე თავში მაინც უნდა გქონდეთ. ანუ რეალურად უნდა ვიცოდეთ რისთვის ვაკეთებთ. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ნამდვილად გვეხმარება, იმიტომ რომ აქ უკვე ზეციური ენერგიებიც გვეხმარება იმაში, რომ მივაღწიოთ სასურველს. მაგრამ იქ ორი კიდე რაღაცა კარგი ეწერა, ეს არის თვითონ ნიშანი, ანუ რისთვის ვაკეთებთ. ძალიან ლამაზად არქმევენ ჩინელები, თვითონ ეს ტექნიკა არის დაფუძნებული ჩინური მეტაფიზიკის ერთ-ერთი უძველესი მიმართულება. ეხა იქ დავბრუნდეთ, ვისეირნეთ, წარმოვიდგინეთ ეს ყველაფერი სტიკერი თან გვაქვს. მარტო არა, ვისეირნეთ, მინდა აქ დავბრუნდე და დავაკონკრეტო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა არის და ამასთან დაკავშირებით მე ვაკეთებ უკვე და ჩავატერე ბათუმში, ქობულეთში და ეხა თბილისს დავუბრუნდი, სრულიად უფასო შეხვედრები, სადაც მე გიზიარებთ იმ ინფორმაციას თუ როგორ სწორედ უნდა გავაკეთოთ ეს გასეირნება, იმიტომ რომ გასეირნება მეგობართან აუცილებლად მეგობართან ერთად რომ გავიდე და თან ვეჭორაო, ცუდი სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ არა, მარტო უნდა იმ წარმოდგენებში კარგად იმ ლოკაციიდან, რა ლოკაციიდან გავდივართ, მინიმუმ 2 საათი უნდა გავატაროთ. იქ სადაც მივდივართ, აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სურვილი, ჩვენი ენერგია. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ სასურველ ლოკაციამდე მივედით, ანუ
მიმართულება სახლიდან გავედი. სახლიდან გავედი და ვიცი რომ ჩრდილოეთის მიმართულებით უნდა წავიდე. ხო, აქ კიდე ერთი კითხვა, რამდენი ხანი უნდა ვიარო? 20 წუთი ფეხით უნდა ვიარო. ნუ ჩემ თავთან ვიფიქრო თუ რაღაცა, ეგ უკვე სხვა თემა და საკმაოდ შრომატევადია. ვინმეს თუ გონია რომ ეგ მარტივია. ნამდვილად ერთ საათი ვივლი თუ მეორე დღეს ლამბორგინი დავხტე. ერთი საათი არ არის საჭირო და მეორე დღეს არ არის გამორიცხული ის ლამბორგინი იქნება თუ რა, მაგრამ 18 აქტივაციის შედეგად მე გარანტიას გაძლევთ, რომ სასურველ შედეგს ადამიანი დადებს რეალურად. ხო, კიდე დაფიქსირებასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ იმ ლოკაციაზე, სადაც მივდივართ, იქაც უნდა გავატარო დაახლოებით 10-15 წუთი. შეიძლება რომ სკვერში დავჭდეთ. აუცილებლად ყავა მივირთვა, წყალი დავლიო, წავიკითხო რაღაცა, ანუ ქმედება იქაც გჭირდება იმისთვის, რომ დავაფიქსირო ჩვენი, ასე ვთქვათ, სურვილი. შემდგომ ბრუნდები, თოღონდ აქაც არის პატარა ხრიკი. ეს სტიკერი დამაქვს თან? არა, ეს სტიკერი სახშია და გველოდება, იმიტომ რომ ეს არის ფიქსირება იმ ჩვენი ქმედების, რომ მე ეგ შევასრულე და გავაკეთე. 20 წუთია მოვდივარ უკან სახლისკენ, ან ბრუნდები, მაგრამ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ იგივე გზით არ უნდა დაბრუნდე. ოდნავ მაინც ტრაექტორია უნდა შევცვალო. თუმცა პირველადი ლოკაცია, საიდანაც გავდივარ, ის ლოკაცია, სადაც მივდივარ და სადაც ბრუნდები, ერთი და იგივე უნდა იყოს. ის რომ სახლიდან გავედი და მერე რაღაცა გამახსენდა და წავედი სამსახურში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას, ესე არ მუშაობს ეს ენერგიები. სახელებიც ძალიან ლამაზია და მინდა გითხრათ, რომ ეს უკვე როგორც პროდუქტი დღესდღეობით უკვე იყიდება და ადამიანს შეუძლია შეიძინოთ. წიგნების მაღაზიაშიც არის, წიგნები ვაკეში არის ეგეთი მაღაზია, სანტა ესპერანსაშიც იყიდება, დომინოშიც იყიდება და საიტიდან უკვე მომხმარებელს შეუძლია ეს შეიძინოს. და გარდა ამისა, გავიმეორებ კიდე რომ შეხვედრები უკვე ჩანიშნულია და აიტვირთება დღეს ის თარიღები და ლოკაცია, სადაც ადამიანს შეუძლია მოვიდეს და სრულიად უფასოდ ჩაერთოს ამ ენერგეტიკულ ნაკადში, მიიღოს მაქსიმალური ეფექტი და რა თქმა უნდა, თავისი სურვილების, ასრულების გეგმა, ბიზნეს გეგმა შეადგინოს. კი ბატონო. ნახე აქ როგორი ამბავია, ნომერი 2 და ნომერი 3, ორივე არის 21 თებერვალს. მოვატრიალოთ ახლა და ამასაც შემთხვევაში ჩაულებრივად ამ შემთხვევაში ორი ქმედება ერთში არის, იმიტომ რომ ეს უკავშირდება ჩინურ ახალ წელს. წელს ჩინური ახალი წელი კი დგება 4 თებერვალს. ეს არის ის თარიღი, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, იმიტომ რომ ხდება ენერგიების შეცვლა. ბევრი ინფორმაცია არის ინტერნეტში, როდის დგება ახალი წელი. ჩვენ ლამის ოქტომბერში დავიწყეთ სამზადისი. ეხლა ძალიან საკვანძო თარიღი არის 21 დეკემბერს, როცა იცვლება ენერგიები. მერე არის 31 დეკემბერი, ნუ ეს ჩვენთვის მიღებული თარიღია, თუმცა ენერგიების თვალსაზრისით მანდ არაფერი იცვლება. შემდგომ მოდის თებერვალი და თებერვალში ჩვენ გვაქვს ორი თარიღი. ეს არის მზის კალენდარის მიხედვით და მთვარის კალენდარის მიხედვით. რამდენიმე სურვილი ერთად შეიძლება რომ იყოს? რამდენიმე სურვილი ერთად შეიძლება, მაგრამ უნდა იყოს აკინძული ერთი დიდი მიზნის მისაღწევად. აი წარმოიდგინეთ ბოლო აქტივობა არის დეკემბერში. ანუ წლის ბოლოს ზუსტად თარიღი არ მახსოვს და წერია აქ, სულ ბოლოს არის მე-18 5 დეკემბერს, როცა ჩვენ ბოლოს სტიკერს ვიღებთ, აქ ხვდებით ერთმანეთს და ვუზიარებთ თუ როგორ აგვისრულდა ეს ჩაფიქრებული. ესე იგი 5 დეკემბერს წელიწადში ეს უნდა ერთ წელიწადში ამას თავს ეთერში როდესაც მე და როლიკო ვიქნებით, ირინე მოდის და ვამბობ აუცილებლად და ვაჩვენებ გასაღებს ლამბორგინს. მე თანახმოვარ და მეც გეტყვით ამისი ყველა თავისი აქვს რა თქმა უნდა და აქ მინდა დავამატო რომ შეხვედრების დროს ჩვენ გვექნება კიდე ავტოგრაფ სესია. ანუ ჩვენ ვაკეთებთ ამ რუკის აქტივაციას, ანუ ვინც შეიძენს იმ შეხვედრაზე ამ რუკას, მე თავად დავსვავ იმ თარიღს და პატარა რიტუალსაც ჩავატარებ და რა თქმა უნდა დავტოვებ ავტოგრაფს ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი სპეციალურად შერჩეული მარკერის ფერით. არ გავხსნი ახლა ამ საიდუმლოს რა ფერი იქნება ის მარკერი, იმიტომ რომ სპეციალურად შერჩეულია იმისთვის, რომ მაქსიმალური აქტივაცია მოვახდინოთ. შეიძლება ვთქვათ ფასი, აი რა. კი, 25 ლარი არის მამისი ფასი, მაქსიმალურად შევეცადე, რომ მეტნაკლებად მისაღები იყოს. 25 ლარი ღირს ახლა ის სურვილებით. ჩვენ თავთან მუშაობა და ის რომ გულერწაფელები ვიყოთ, ჩვენ თავთან ყველაზე მაგარი მომენტი ეს არის და აი ამისთვის მე მგონი მართლა ყველაფერი ღირს და აქ უკვე ფულზე არ გვაქვს საუბარი, უფრო ის არის, რომ თითო სიტყვა
სიტყვას აქვს თავისი ფასი. ერთ-ერთ გადაცემაში მივიღე მონაწილეობა მე თავის დროზე, როცა აი პატარა-პატარა ნაბიჯებს დგავდი იმისთვის, რომ ჩემი სურვილის მიმართ, ასე ვთქვათ, უფრო ლამაზი და ისეთი გზა გამევლო და იმ გადაცემაში იყო ახალგაზრდა ბიზნესმენები, სტარტაპერები მოწვეული და ვაფასებდით იმ ბიზნეს გეგმას თვითონ ბევრი მომენტი იყო რა და ერთ-ერთი ყველაზე რაც მე მომეწონა და რატომ მივიღე მონაწილეობა ის იყო რომ თითო სიტყვას ჰქონდა თავისი ფასი და ერთ გოგოს ჰქონდა დათქმული დაახლოებით იგივე ოღონდ გეგმა ერთკვირიანი იწერებოდა და ფასი ჰქონდა ძალიან ზარმაცი იყო აი უზარმაცესი იყო რუკის ანალიზიც გავაკეთეთ ნუ ვიცოდით რატომ მაგრამ დაძლევადი იყო და ზუსტად იმაზე ვართ ორიენტირებული რომ დავძლიოთ ეს დისკომფორტი დავძლიოთ ჩვენ თავში რაღაცა რომ მივაღწიოთ სასურველს და მოკლედ ერთ კვირაში გარკვეული რაღაცები უნდა გაეკეთებინა არ გააკეთა და ფასი რა იყო იცით ლეპტოპის გატეხვა და გადაყრა და კამერის წინ ეს გააკეთა იტირა მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ დღემდე თუ მიყურებს ძალიან დიდი მოკითხვა და ძალიან გამიხარდება მისი წარმატება და მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ ის ფასი რა ფასიც მან გადაიხადა თავის ნათქვამ სიტყვაში მაგრამ რო არ გააკეთა მე ვფიქრობ რომ მსგავსი რაღაცები ძალიან ბევრს გვაძლევს და უფრო გვაძლიერებს და სანამ დავამთავრებთ არ ვიცი დროში როგორ ერთი რაღაცა არა გითხარი იმდენად საინტერესო კი, მართლა საინტერესოა. ვისაუბროთ, მართლა ძალიან საინტერესოა და ამ თარიღებს რო დაუბრუნდე, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ როცა ვოცნებობთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უფლებას ვაძლევთ ჩვენ თავს, თუ რაზე შეგვიძლია საერთოდ ფიქრი ეგერთი და მე ოცნება ეს მეორე. და მინდა გითხრათ გისურვოთ და ჩემ თავსაც რომ მივცეთ ჩვენ თავს უფლება არ ვაძლევთ ჩვენ თვითონ აი ბერკეტი აი ეს ვკეტავთ და ჩვენ თავს წარმოუდგენლად მიგვაჩნია მე ჩემ თავზე გამომიცდია და სადაც ვეთქვი ხოლმე პატარებს ეუნები იმიტომ რომ აი გადატეხს ასაკში რაც ვიოცნებე და რაც ვისურვე ყველაფერი ამიხდა აუცილებლად რამეა და მე შეიძლება იმაზე რომ რატომ მეტი არ ვიოცნებე და დაკეტილი მქონე იმიტომ რომ ვერ წარმოვიდგენდი რომ ის როგორ ამიხდება მეთქი რა და თურმე სამყაროს არაფერი არ არის როლი კვარცხლი არ არის გვიან არასოდეს არ არის გვიან ნამდვილად არ არის ეხლა ვაძლევ ხოლმე თავს ნებას რომ ვიოცნებო უფრო ისე იცით რას დავამატებ კიდე აი თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდები და გეთანხმები და რატო არის 18 ჯერ ერთი რიცხვი არის შერჩეული 1 8 და 9 1 და 8 არის ყოველთვის დადებითი ენერგიის მატარებელი თვითონ ციფრი ნუმეროლოგიის თვალსაზრისით ჯამში არის 9-იანი და 9 მე-9 იმაში პერიოდში ვართ როცა ცეცხლი გვეხმარება თან ცეცხლის ცხენი რომ მოდის 2026-ში მოკლედ ბევრი კომპონენტი შევეცადე ასე ვთქვათ რომ ერთ ადგილას და გვეხვედრა თუ როგორ თქვა არ ვიცი რომ ის კი ნამდვილად მაგრამ რისი თქმა მინდა რატომ 18 იცით რა შეცდომას კიდევ უშვებთ ჩვენ აი სურვილების დროს თუ მიზანია თუ რაღაცის მიღწევა რო გვინდა იმ ერთის მისაღწევად როცა გვაქვს უკვე ბევრი რაღაცა გაკეთებული და იმ პირას ვდგავართ რომ ვაი უკვე უნდა ამისრულდეს ვაკუუმში აღმოჩნდებით ხოლმე, იმიტომ რომ არ ვართ მზად შემდეგი ნაბიჯისთვის და ეგ დრო და ენერგია და ეგ პოტენციალი და რესურსი, რომელიც უკვე გამომუშავებულია, გვეკარგება. ამიტომაც არის ბევრი ნაბიჯი საჭირო იმისთვის, რომ პირველი გადავდგით, კარგია, მაგრამ ინერცი წავედი, კიდევ კრიფავ და უკვე აპოგეამდე რომ მივდივარ, კი, სრულად მზადყოფნაში ვარ იმისთვის, რომ მივიღო და ჩემ თავს ზუსტად ეგ არის, რომ მივცე უფლება ვისურვო კიდევაც გამბედაობაც ცოტა გჭირდება აუცილებლად. აი ყველა ის მახასიათებელი, რომელიც გვაძლიერებს და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დაბრკოლებას გადავლახო ხო ის რაღაცა სირთულე, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ხდება ჩვენ ცხოვრებაში და რეალურად მინდა რომ ეს ინსტრუმენტი, ჩემი სული, გული, სიყვარული, გამოცდილება, ყველაფერი ჩავდე ამაში და სად შეიძლება შეძენა? შეიძლება კი, წიგნის მაღაზიებში უკვე იქნება, დღეს უკვე შევა და იქნება ვაკეში არის მაღაზია წიგნები ვაკეში, სანტა ესპერანსა ესეთი მაღაზიების ქსელი. და კონკრეტებით არ გვინდა ჩამოთქვა? წიგნების მაღაზიებში ასევე, ნუ და
უნდა საიტი. კი ბატონო, მაყურებელს აი ესე ქვია, წარმატების გასეირნებები, აი მათხოვეთ მომატრიალებს. წარმატების გასეირნებები ზუსტად როგორც არის, ეს არის თემატური რუკა და დავარქვი სურვილის ასრულების რუკა. და გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ სამ ენაზე არის და მე რაზეც ახლა ვისაუბრე, კიდე იმისიქი ძალიან ბევრი მასალა არის იმისთვის, რომ სწორედ გავაკეთოთ ეს ჩვენი გასეირნებები და ვიმუშაოთ ჩვენ თავთან. არის QR კოდები დატანილი სამივე ენაზე და ადამიანი რო დაასკანერებს, პირდაპირ გადავა ჩვენთან საიტზე fenshui.org.g, ნუ ეგ საიტი უკვე ყველამ ვიცით ნამდვილად, გადავა ზუსტად იმ დირექტორიაში, რომელიც არის იმ შერჩეულ ენაზე, რომელიც ექნება ადამიანს დასკანერებული. საკმაოდ ბევრი გიშრომია. კი, ბევრი მიშრომია და ისიც ჩავდე, თქვენ რო იკითხეთ კიდე რომ ერთ თარიღში ორი ქმედება არის და მე დავიწყე და რატომღაც სხვა თემაზე გადავედი, ახალ წელთან არის დაკავშირებული ჩინურ ახალ წელზე მაგ საუბარი და ჩვენთვის ყველაზე საყვარელის რიტუალი არის 108 ფორთოხლის შემოგორო, როგორც შემოგორება, კი, სუმეში. 108, ეს არის დაახლოებით უკვე დავიწყოთ 30 კილო თუ არცები თუ ჩავთვლით იმას რომ 5 წელი წესებიც არის, მაგრამ ესე უნდა ვაგორო თუ გამოგვივიდა, ნუ მე ვაპირებ თქვენთან სტუდიაში, მაგრამ ნახოთ თქვენთან ერთად ვიზეიმოთ ეგ ამბავი. აუცილებლად. ფორტოხალი და აი ეს ინსტრუმენტი, რომელსაც ქვია ფორტოხალი გვინდა და მანდარინი, ჰაჰა. ფორტოხალი. ეხა გაძვირდება ფორტოხალი. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო ინფორმაცია გითხარით. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ. სურვილების ასრულებას გისურვებთ და კიდე შევხვდებით აუცილებლად. უსურვებ ყველას.